სარწყავის სეზონი დაიწყო, ამ დღის აღსანიშნავად კი ლაკბეს რეაბილიტირებული წყალსაცავში წყალგამშვები ურდული სიმბოლურად გაიხსნა. დღეს რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა 1465 ჰექტარ მიწას უკეთესი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. 2012-დან 2024 წლებში კახეთში მელიორაციის პროგრამით 20,000 ჰექტარი მიწა წყლით უზრუნველყოფილ ტერიტორიას დაემატა. მელიორაციას და მიწის მართვის გაუმჯობესებას, ირიგაციას, დრენაჟს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სამინისტრო გააგრძელებს სამმართველობით აქტიურ მუშაობას. მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა ჩვენ სოფლის მეურნეობას და მიაწვდის წყალს ფერმერებს. რეაბილიტირებულია მისი ტექნიკური ნაწილი, ეს იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობები თუ წყალსაცავიდან გამონაწილებელი ქსელამდე მივყვანი მილსადენი. აღნიშნულ წყალსაცავში დღესდღეობით აკუმულირებულია 1,800,000 კუბი წყალი. წყალსაცავი შექმნის დაბატებით დებეთს განსაკუთრებით გვალვის პირობებში, რაც აქტუალურია და მოსახლეობას უფრო გაუვადვილდება, რომ თავიანთი სავარგულები ორწყონ და შესაბამისად მოსავალიც მოიყვანონ გაცილებით უკეთესი.